მოგესალმებით მეგობრებო, ამჯერად თავაზობთ მესამე ვიდეო ლექციას სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილიდან. ამ ფორმატში ჩვენ უკვე ორი ლექცია ჩაწერილი გვაქვს და ეს არის მისი თემატური გაგრძელება, ასე რომ ვთქვათ. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი უნიშნულოვანესი საკითხი, ეს არის ერთიანი დანაშაული და ერთიანი დანაშაულის თემა ორ ვიდეოთ იქნება შემოთავაზებული, იმიტომ რომ არის საკმაოდ მოცულობითი თემა და ჩვენ უნდა სიღრმისეულად განვიხილოთ ეს საკითხი. პირველი ვიდეოში, ანუ ამ ნაწილში შემოგთავაზებთ დენად და განგრძობად დანაშაულს, მათთან დაკავშირებულ თავისებურებებს, თუ რაში ვლინდება, ასევე ღია საკონტროლო კითხვებს. თემის ბოლოს გვექნება სიღრმისეულად კაზუსებით იმ გავლილი მასალის ანალიზი, რასაც დღეს შეხვედრაში ვისაუბრებთ. და შემდგომი სხვა ვიდეო ლექცია უკვე დაეთმობა ასევე ერთიანი დანაშაულის სხვა ნაწილებს. დანაშაულთა ერთობლიობას, რეციდივს და ასე შემდეგ. პირველ რიგში დავიწყოთ თვითონ მუხლის დისპოზიციის გაცნობით, რას გულისხმობს დენადი დანაშაული. მე-13 მუხლის სისხლისამართლის კოდექსის არის ორნაწილიანი, რომელიც გვეუბნება ესეთ რამეს, რომ დენადი არის ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. ნახეთ, ხო, ორი ნაწილისგან არის შემდგარი მუხლი, ერთი შეხედვით მარტივი აგებულების არის, მაგრამ მასში იმალება ძალიან ბევრი პრობლემური, საინტერესო და საკვანძო მომენტები, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ამა თუ იმ ქმედებების კვალიფიკაციის სისწორეს. დენად დანაშაულების დამახასიათებელ თავისებურებებზე უნდა ვისაუბროთ და პირობითად მე ესენი გამოვყავი რამდენიმე ჯგუფად, ასე რომ ვთქვათ, და ანალოგიური ჯგუფებად არის დაყოფილი აპრობირებულ სისხლისამართლის ლიტერატურათა უმეტეს ნაწილშიც. რამდენიმე ჯგუფი არის, რომლის ირგვლივად ჩვენ დეტალურად სიღრმისეულად ვისაუბრებთ. პირველი ეს არის, რომ დენადი დანაშაული მის აღკვეთამდე განუწყვეტლივ ხორციელდება. მეორე არის, რომ მისი ჩადენა შესაძლებელია როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებლობით. მესამე დამახასიათებელი თავისებურება არის, რომ თანამონაწილეობა და თანაამსახურებლობა შესაძლებელი არის მის დამთავრებამდე. დასჯადობა განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც მისი დამთავრების მომენტში მოქმედებს. სისხლისამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება დენადი დანაშაულის შეწყვეტის მომენტიდან. და ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება არის ასევე, რომ სუბიექტის მიმართ ამნისტია მხოლოდ მაშინ გავრცელდება, როდესაც ამ დანაშაულის ჩადენა ამნისტიის გამოცემამდე შეწყდა. ეხლა წავიკითხოთ უკვე პრაქტიკული კუთხით კაზუსი, თუ რას გულისხმობს დენადი დანაშაული მის აღკვეთამდე განუწყვეტლივ ხორციელდება, აი როგორ უნდა გავიგოთ ეს პრაქტიკაში, რას გულისხმობს, ანუ როგორ კაზუსში შეიძლება ეს თემა შეგხვდეს, ხო? ნახეთ, გ კეპულაძემ 2026 წლის 20 აპრილს ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შენახვის უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. განაცხადით აკმაყოფილდა, რომლის მიხედვითაც მას იარაღი კონკრეტულ ადგილზე უნდა შეენახა, ხოლო გადატანის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პროცედურები უნდა დაეცვა. კერძოდ მიემართა კვლავ სააგენტოსთვის და ნებართვა ეთხოვა. კეპულაძემ 2026 წლის 25 აპრილს შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი სახლიდან გამოიტანა და მანქანის საბარგულში მოათავსა, რომელსაც ატარებდა 2026 წლის 28 აპრილამდე. საპოლიციო შემოწმების ფარგლებში პოლიციამ იარაღი ამოიღო. აი ეს არის კლასიკური მაგალითი დენადი დანაშაულისა, რომელიც ვხედავთ, რომ დაიწყო 2026 წლის 25 აპრილს და რომელიც დამთავრდა 2028 აპრილს, როდესაც იგი შეწყდა საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ამოღების შედეგად.
დენადი დანაშაული განუწყვეტლივ ხორციელდებოდა მის აღკვეთამდე, ანუ 25 აპრილიდან 28 აპრილამდე მიმდინარეობდა დანაშაულებრივი შემადგენლობა უწყვეტად, მდინარესავით დროში მიედინებოდა, ასე რომ ვთქვათ. არ გვექნება 20 აპრილიდან ათვლის წერტილი. რატომ? ნახეთ, 20 აპრილს მან შეიძინა კანონით დადგენილი პროცედურები გაიარა, მიმართა მომსახურების სააგენტოს და შენახვის უფლების რეგისტრაცია მინდაო. ამიტომ მან ნებართვა გასცა, ამან ეს იარაღი აიღო, კონკრეტულ ადგილას შეინახა და 25 აპრილამდე სანამ მან ხელი არ მოკიდა ამ იარაღს და უკვე მართსაწინააღმდეგო ტარება არ დაიწყო, ანუ ავტომანქანაში არ მოათავსა, მანამდე პრობლემა საერთოდ არ იყო. ესე შეეძლო მას შენახვის უფლებით ქონოდა იქამდე, სადამდე სურდა, სანამ მაგალითად თუნდაც კანონმდებლობაში რაიმე არსებითი ცვლილება არ შევიდოდა რეგულირების ნაწილში. ეს დღეს როგორც არის, მომსახურების სააგენტოში რომ მიუთითებ, რომ ვინახავ მაგალითად თბილისში ლესელიზის ქუჩა ნომერ 10-ში აქ და აქ, შეგიძლია იქ უნდა ინახებოდეს ეს იარაღი. იმის გამოტანა არ შეიძლება იქიდან. გადატანა შესაძლებელი არის დაშლილ მდგომარეობაში, როგორც ისევე უნდა მიმართო სააგენტოს, გადაიხადო საფასური, მიუთითო დრო, რა დროს გამოგაქ იარაღი და საიდან სად გადაგაქვს და შესაბამისი ნებართვა აიღო. ვინაიდან ამან ეს არ გააკეთა 25 აპრილს, მისი დანაშაულებრივი შემადგენლობა დაიწყო, დენა დაიწყო მისმა ამ უკანონო მართსაწინააღმდეგო ქმედებამ და ეს დენადობა გაგრძელდა იქამდე, სანამ მისგან დამოუკიდებლად პოლიციამ არ აღმოაჩინა ეს იარაღი, ანუ 28 აპრილამდე. ამიტომ ხედავთ, ხო, რომ სახეზე არის კლასიკური დენადი დანაშაულის მაგალითი. ეხლა რაც შეეხება მეორე თავისებურება ვთქვით, რომ მისი ჩადენა იყო შესაძლებელი როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებლობით. ეხლა ეს რას გულისხმობს, ნახეთ. დენადი დანაშაულის განზრახი ხასიათი ნიშნავს, რომ პირი აცნობიერებს, რომ მისი ქმედება ან უმოქმედობა მართსაწინააღმდეგოა, მაგალითად იცის, რომ იარაღის ტარება აკრძალულია, სურს, რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდეს, ან შეგნებულად უშვებს მის არსებობას. ანუ წეღან დავინახეთ, ხო, რომ მან რომ იარაღი ჩადო საბარგულში, აცნობიერებდა, რომ მისი ქმედება მართსაწინააღმდეგო იყო. ამის უფლებამოსილება რომ არ ქონდა, იმიტომ რომ მანამდე თავად მიმართა სააგენტოს. სააგენტოს შენახვის უფლებით რეგისტრაცია მოსთხოვა. მან კარგად იცის, რომ ტარების უფლება არ აქვს. ანუ აცნობიერებს, რომ მისი ქმედება კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. ასევე სურს ეს მდგომარეობა რომ გაგრძელდეს, რა თქმა უნდა. ანუ მანქანა რომ საბარგულში ჩადოდა, ასე ვთქვათ, იქით-აქეთ დააქვს და აკატავებს ამ იარაღს. ეს სურს, ხო, ფაქტია. უსურველად ხო არ გააკეთებს ამას, ამ ხელა რისკზე ხო არ წავა. ან მეორე ვარიანტი არის, შეგნებულად არ სურს, მაგრამ ჩააგდო საბარგულში და ეგდოს რა, იყოს რა, რას მიშლის. ან შეგნებულად დაუშვა ეს მისი არსებობა. ეს არის განზრახვის ვარიაცია დენად დანაშაულის შემთხვევაში. რაც შეეხება გაუფრთხილებლობით დენად დანაშაულს, აქ ცოტა თვისობრივად სხვა რამისთან გვაქვს საქმე, ხო? ნახეთ, რომ კარგად ჩამოვაყალიბოთ სტრუქტურულად, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის პიროვნების მიერ მარწესრიგის დაკისრებული ზრუნვის ვალდებულების უგულებელყოფა. ეს არ არის ნების შეგნებული დაპირისპირება კანონთან, როგორც განზრახვის შემთხვევაში, არამედ სამართლებრივი ყურადღების დეფიციტთან გვაქვს საქმე, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში უწყვეტად ტოვებს დაუცველს იმ სიკეთეს, რომლის დაცვას პირს ევალებოდა. ეს არის რაც შეგვიძლია ვთქვათ განზრახდა გაუფრთხილებლობით დენად დანაშაულებზე. აი მაგალითად გაუფრთხილებლობის შემთხვევა რა შეიძლება მოვიყვანოთ, ხო? პირობითად ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელმა დაუდევრობის გამო მაგალითად დოკუმენტები არასწორად შეამოწმა და პატიმრის გათავისუფლების თარიღი გამორჩა. მართსაწინააღმდეგო მდგომარეობა, ანუ თავისუფლების უკანონო აღკვეთა იწყება იმ მომენტიდან, როცა პატიმარს ვადა გაუვიდა სასჯელის და უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და გრძელდება უწყვეტად, სანამ შეცდომას არ აღმოაჩენენ და არ გამოსწორდება, ხო? ამ შემთხვევაში ადმინისტრაციის თანამშრომელს, აი მოხელე ვინც არის, არ ქონია ცხადია პატიმრის განზრახ დატოვების სურვილი, მაგრამ გამოიჩინა დაუდევრობა, რაც დროში გაიწელა და გამოიწვია შედეგი, ხო? ამიტომ აი ეს სწორედ ამაში ვლინდება გაუფრთხილებლობითი დენადი დანაშაულის ბუნება. ჩვენ თავში აღვნიშნეთ, რომ დენადი დანაშაულიო მის აღკვეთამდე განუწყვეტლივ ხორციელდებაო, დროში მდინარესავით მიედინებაო, ხო?
ეხლა სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, სადაც ქმედება არის მაგალითად ერთჯერადი აქტი, მაგალითად ავიღოთ იარაღიდან გასროლა, ერთჯერადი აქტი არის, ხო? დენადი დანაშაული არის მდგომარეობა, რომელიც არის დროში გაჭიმული და მიედინება მდინარესავით. აღკვეთაში, აი მისი აღკვეთა რო ვთქვით, განუწყვეტლივ ხორციელდება, ხო? შეიძლება გამოვუყოთ ორი ჯგუფი პირობითად. პირველი ეს არის ნებაყოფლობითი აღკვეთა, ანუ შეწყვეტა, ამსრულებლის ინიციატივით, თავად დანაშაულის ჩამდენი პირის სურვილით და ინიციატივით, როდესაც მაგალითად საკუთარი ნებით ასრულებს მარცხსაწინააღმდეგო მდგომარეობას და რა დატვირთვა აქ ხლა ამას, ეს არის მნიშვნელოვანი სასჯელის ინდივიდუალიზაციის დროს, რადგან ხშირად ნებაყოფლობითი შეწყვეტა შემამსუბუქებელ გარემოებად განიხილება. მაგალითად, იარაღისა ნარკოტიკის ჩაბარება. პირობითად პირი თავად მიდის პოლიციაში და აბარებს უკანონოდ შენახულ ცეცხლსასროლ იარაღს. ამ შემთხვევაში ჩვენ კანონი გეუბნება, რომ შესაძლოა არის საერთო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს კიდევაც. ანუ მან ნებაყოფლობით თვითონვე შეწყვიტა დენადი დანაშაული. ან მეორე ვარიანტი არის მძევლის გათავისუფლება, მაგალითად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისას პირი თავისი ნებით უღებს კარს მსხვერპლს და აძლევს წასვლის საშუალებას. ასევე ავიღოთ მოვალეობის შესრულების საკითხი, ხო? მაგალითად, ჯიუტად ალიმენტის გადამხდელი იწყებს დავალენების დაფარვას და კანონის მოთხოვნის შესრულებას. ესეც ნებაყოფლობით დენადი დანაშაულის აღკვეთის, ასე ვთქვათ, შეწყვეტის კლასიკური შემთხვევა არის. ზოგადად გეტყვის, რომ ალიმენტის გადაუხდელობა ჯიუტად თავის არიდება კლასიკური შემადგენლობა არის დენადი დანაშაულისა. ანუ რომ არ იხდის ალიმენტს შვილის იქნება თუ მშობლის, ვის მიმართ საკისრია ზრუნვის და რჩენის ვალდებულება სასამართლოს მიერ, რომ არ იხდის, აი მაგალითად შვილის შემთხვევაში სრულწლოვანებამდე გრძელდება ეს დანაშაული უწყვეტად, როგორც კი დადგა გადახდის მომენტი და არ იხდის, იმ დღიდან უკვე მიმდინარე არის ეს დანაშაული, დენადი არის ეს დანაშაული. ეს ერთი ვთქვით, რომ აღკვეთა შესაძლებელი არის დენადი დანაშაულის პირის საკუთარი სურვილით, ნებაყოფლობით შეწყვეტასთან გვაქვს საქმე და არის მეორე, რა თქმა უნდა, უკვე რთული ფორმა, ეს არის იძულებითი შეწყვეტა ამსრულებლის ნების გარეშე. აქ დანაშაული წყდება გარე ფაქტორების ჩარევით. ამ დროს დანაშაული ითვლება ფაქტობრივად დასრულებულად იმ წამს, როდესაც პირი კარგავს კონტროლს მარცხსაწინააღმდეგო მდგომარეობის შენარჩუნებაზე. მაგალითად, სამართალდამცავთა ჩარევა, პირობითად პოლიცია აკავებს პირს იარაღით, ამპოულობს დამალულ მძევალს. ასევე ერთ-ერთი არის გარემო პირობების შეცვლა, მაგალითად პირი ინახავდა იარაღს სახლში, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა. ანუ ეს სახლი დაიწვა, შესაბამისად იარაღიც განადგურდა. ვინაიდან ობიექტი აღარ არსებობს, დანაშაულის ფაქტობრივად წყდება დენადი დანაშაულიც. ანუ იმ მომენტში წყდება. ობიექტურად შეუძლებლობა თან შეიძლება იყოს ადგილი, მაგალითად დანაშაული წყდება, თუ პირი გარდაიცვლება, ან ისეთი მდგომარეობა დადგება, რომ მას ფიზიკურად აღარ შეუძლია დანაშაულის გაგრძელება. სანამ დანაშაული არ შეწყდება, პირი ითვლება დანაშაულის ჩამდენად და არა დანაშაულის ჩამდენ პირად წარსულ დროში. ეს ნიშნავს, რომ მასზე ნებისმიერ დროს შეიძლება გავრცელდეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა დანაშაულის აღკვეთის შესახებ. ეხლა საინტერესო არის, რომელ შემთხვევათა ჯგუფში მოექცევა ისეთი ვითარება, როდესაც პირი უკანონოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და დაკარგა ეს იარაღი, ან თვითონ დამნაშავე პირი გარდაიცვლება, ხო? როდესაც პირი უკანონოდ ატარებს იარაღს და მას დაკარგავს, დანაშაული წყდება იმ მომენტიდან, როდესაც პირი კარგავს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე. ეხლა რატომ არის ეს იძულებითი შეწყვეტა, ხო? დანაშაული წყდება არა იმიტომ, რომ პირმა გადაწყვიტა კანონმორჩილი გამხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ ფიზიკურად აღარ შეუძლია დანაშაულის გაგრძელება, ნივთი აღარ აქვს, დაკარგა. თუ პირი ნივთს არ კარგავს, არამედ გადამალავს, ეს შეწყვეტა არ იქნება. გადამალვა კვლავ იარაღის უკანონო შენახვად ფლობად ჩაგვეთვლება. დამნაშავის გარდაცვალებისას, ესე იგი სუბიექტის გაქრობის შემთხვევაში სახეზე გვექნება დენადი დანაშაულის იძულებით შეწყვეტა, რადგან ამსრულებლის ნებისგან დამოუკიდებელი მდგომარეობა შეიქმნა. იმ საკითხის გარკვევას, ეხლა დენადი დანაშაული ნებაყოფლობით შეწყდა თუ იძულებით, უკიდურესად პრაქტიკული დანიშნულება აქვს, რადგან
თუ შეწყვეტა არის ნებაყოფლობითი პირს, ხშირად აქვს შანსი ისარგებლოს სპეციალური წესით, მაგალითად ეს არის 256 მუხლის შენიშვნა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას იარაღით ნებაყოფლობით ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო იძულებით შეწყვეტის დროს, როდესაც პოლიცია თვითონ აღმოაჩენს ამ იარაღს. ამან სულ უთქვას, რომ აი წუთი-წუთზე მოვდიოდი იარაღი უნდა ჩამებარებინაო, შეღავათი მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული, იმიტომ რომ პოლიციამ დაასწრო და მისი დენადი დანაშაული იძულებით შეწყვიტა. ამიტომ დაიმახსოვრეთ მარტივად, მეგობრებო. გამოგადგებათ ეს ბევრ რაღაცაში. დენადი დანაშაულის შეწყვეტის ორი ჯგუფი: ნებაყოფლობითი და იძულებითი. ნებაყოფლობითობის შემთხვევაში შესაძლოა პირის მიმართ გავრცელდეს კანონისმიერი შეღავათები, ან შესაძლოა არის სასჯელის ინდივიდუალიზმის პრინციპიდან გამომდინარე მის მიმართ სხვა სასჯელი იქნეს გამოყენებული, ხოლო იძულებითი შემთხვევაში კანონი უფრო მკაცრად მიუდგება მას და ინდივიდუალური პრინციპის გათვალისწინებით ის ფაქტი, რომ მან ნებაყოფლობით არ წარადგინა, ნებაყოფლობით არ გაათავისუფლა მძევალი და ასე შემდეგ, და იძულებით მაგალითად პოლიციის ჩარევით მოხდა მძევლის გათავისუფლება, ამ ნაწილში მას პასუხისმგებლობა სასჯელის კუთხით არ შეუმსუბუქდება. ეხლა გადავიდეთ მეგობრებო საინტერესო საკითხზე, ერთ-ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე, ეს არის თანამონაწილეობა და თანაამსხვრებლობა, როგორ არის შესაძლებელი დენად დანაშაულში, ხო? ჩვენ თქვით, რომ ერთ-ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობსო, რომ დენად დანაშაულში თანამონაწილეობა და თანაამსხვრებლობა შესაძლებელია მის დამთავრებამდეო, ეს თქვით. ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს საკითხი სისხლისამართლის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნაწილი არის და მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დენადი დანაშაული არის ღია, ახალი თანამონაწილისათვის. ანუ ღია კარი აქვთ. მანამ სანამ მართლსაწინააღმდეგო მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეწყდება. დენადი დანაშაულის, მაგალითად იარაღის უკანონო შენახვა, პირის ტყვეობაში ყოფნა, ამის თავისებურება ის არის, რომ მისი ობიექტური მხარე დროში არის გაჭიმული. ეს ნიშნავს რას? ნიშნავს იმას, რომ პირი შეიძლება დანაშაულში ჩაერთოს არა მხოლოდ მისი დაწყების მომენტში, არამედ მოგვიანებითაც. დენად დანაშაულში თანამონაწილეობა სამივე ფორმით არის შესაძლებელი, კერძოდ დახმარებითაც, წაქეზებითაც და ორგანიზატორობითაც. თუ პირი ეხმარება სხვას უკანონო დაკავებული ადამიანისათვის საკვების მიტანაში, ან იარაღის გადამალვაში, ის ხდება დამხმარე მაშინაც კი თუ თავად თავისუფლების აღკვეთის პროცესში ან იარაღის გადამალვაში მას მონაწილეობა არ მიუღია. ანუ ხდება უკვე დამხმარე, ხელი შეუწყო, ხო? მაგალითად, თუ პირი არ წმუნებს დამნაშავეს, რომ მან არ გაათავისუფლოს მრձევალი, ან არ ჩააბაროს იარაღი პოლიციას, ეს არის წაქეზება დენად დანაშაულის გაგრძელებაზე. მაგალითად, თუ პირი ატარებს იარაღს და მეგობარი კიდე აქეზებს, რომ არ ჩააბარო ეს იარაღი კონდეს, სუფთა სისხლისამართლებრივი გაგებით მეგობარი არის დენადი დანაშაულის წამქეზებელი. მას შეუძლია მეგობარს ნებისმიერ დროს ჩააბაროს, მაგრამ ეს კვლავ განზრახვას აღუძრავს, რომ ატარე ეს იარაღი, არ ჩააბარო, ატარე გქონდეს. ეხლა ამ კუთხით არის მეტად საინტერესო, თუ სად გადის ზღვარი დენად დანაშაულში თანამონაწილეობასა და დანაშაულის დაფარვას შორის. ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. ეხლა ნახეთ მეგობრებო. ავიღოთ ეგეთი კაზუსი. 2026 წლის 15 აპრილს დ ჩხენკელმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ქიტუაშვილის და თავის სარდაფში გამოკეტა. რამდენიმე დღის შემდეგ მას ქალაქიდან დროებით გასვლა მოუწია. იგი დაუკავშირდა თავის მეგობარ თორიას, აუხსნა საქმის მდგომარეობა, სთხოვა მოსულიყო მასთან და რამდენიმე დღის განმავლობაში მის დაბრუნებამდე ქიტუაშვილს დარაჯად დასდგომოდა. თორიამ მეგობარს თხოვნა შეუსრულა და 2026 წლის 20 აპრილიდან 24 აპრილამდე ქიტუაშვილს დარაჯობდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ ქიტუაშვილი 2026 წლის 27 აპრილს გაათავისუფლა. აგვაქვს ჩვენ სახეზე ჯგუფური დანაშაული, ჯგუფური დენად დანაშაული. კერძოდ კი თანაამსხვრებლობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ მეგობარი თორია შეუერთდა ჩხენკელის დაწყებულ დენად დანაშაულს და იმ მომენტიდან, როდესაც იგი დარაჯად დაუდგა მძევალს, უკვე ავტომატურად დანაშაულის თანაამსხვრებელი გახდა. ანუ რატომ არ არის ახლა აქ დამხმარე? არ არის დამხმარე, იმიტომ რომ უშუალოდ ქმედების განხორციელების სადავეები დაიჭირა ხელში.
ანუ მან გადაიბარა, ასე რომ ვთქვათ. იგი გახდა უკვე მისი თავისუფლების აღკვეთის შემსრულებელი და არა ის კი არა, რომ მაგალითად სთხოვა, რომ საკეტი მომეც იქნება საკეტი მომცე, რომ ახლა დავაყენე, რომ არ გატეხოსო. ნახეთ, საკეტი თუ უკვე ეყენა იმ კარზე და მოსლაბდა, ასე რომ ვთქვათ, ძევლის ფიზიკური ზემოქმედების შედეგად და ეს პირი მეგობარს თხოვს, რომ ახალი კლიტე ხომ არ გაქვს, რომ გამოვცვალოო და ეს კლიტეს მიცემს. ამ შემთხვევაში იქნება დამხმარე, მაგრამ ვინაიდან ჩვენ აქ დავინახეთ, რომ თვითონ მივიდა, თვითონ დადგა ჩხენკელის მაგივრად თორია და თვითონ გადაიბარა სადავეები მართსაწინააღმდეგო მდგომარეობის შენარჩუნებისა, ანუ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა, ავტომატურად იგი გახდა თანაამსრულებელი. ეხლა უკვე გავიაროთ აი დამხმარის შემთხვევა, ნახეთ, რა შეიძლება იგივე კაზუსი რო გადავაკეთოთ, ოღონდ ეს პატივცემული თორია რო იყოს, არა თანაამსრულებელი, არამედ დამხმარე. ერთი ვთქვით ეს კლიტის შემთხვევა. ეხლა ვიღოთ კიდე პრაქტიკული შემთხვევა, ნახეთ. იგივე ფაბულა არის 2026 წლის 15 აპრილს ჩხენკელმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამ ქიტუაშვილს და სარდაფში გამოკეთა. ხილების შიშით ჩხენკელმა ადგილის შეცვლა გადაწყვიტა. 20 აპრილს იგი მეგობარ თორიას დაუკავშირდა, აუხსნა საქმის ვითარება და ავტომანქანის დროებით სარგებლობაში გადაცემას თხოვა. მანქანა თხოვეო, მეგობარი დათანხმდა ჩხენკელს, რომელმაც თორიას მანქანის გამოყენებით ქიტუაშვილი დაბმული და თვალებახოული საბარგული სოფელში წაიყვანა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქიტუაშვილი 2026 წლის 27 აპრილს გაათავისუფლეს. სახეზე ეხლა გვაქვს ჩვენ აქ უკვე არაამსრულებლობა დენადი დანაშაულისა არამედ დენადი დანაშაულის თანამონაწილეობა, კერძოდ კი დახმარება. მისი როლი დენადი დანაშაულში არის მხოლოდ მანქანის თხოვება. ხა მანქანას ხელიდან ხელში ხო არ მიცემდა, ანუ გასაღები რომ მისცა, წაიყვანე ჩემი მანქანა და ნება გამოხატა რომ მისი საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ესარგებლა, აი ამ მომენტიდან მან უკვე გამოხატა დახმარება. თანამონაწილეობა ჩაიდინა დენად დანაშაულში. ამ საკითხთან მიმართებით, მეგობრებო, მინდა ერთი საინტერესო კაზუსი განვიხილოთ, რომელიც არის სახეცვლილი მოცემულობა, ანუ მე შეგნებულად შევცვალე ტექსტი, ასე რომ ვთქვათ, გარკვეული საკითხები გადავასხვაფერი და არის რეალური საქმიდან აღებული, ასე რომ ვთქვათ. რეალური განაჩენი არსებობს ესეთ საქმის. ნახეთ. ν ურთმელიძემ უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს. მან სთხოვა თავის მეგობარ მებურუშვილს, რომ ჩემი კორპუსის წინ პოლიცია ტრიალებს, მეშინია არ მიპოვონ, დროებით ჩემს ავტოფარეხში დამიდე ეს ჩანთაო. მებურუშვილმა იცოდა, რომ ჩანთაში იარაღი იყო, მაგრამ მაინც გამოუართო და თავისთან შეინახა. 3 დღის შემდეგ ურთმელიძემ ამავე იარაღით დააყაჩაღა მაღაზია და გაიტაცა ფული. ყაჩაღობის შემდეგ მან ისევ მებურაშვილს მიაკითხა, მაღაზია დავაყაჩაღე, პოლიცია მომდევს და ეს იარაღი და ფული სასწრაფოდ გადამალეო. მებურუშვილმა, რომელსაც მანამდე ურთმელიძესთან არაფერი ჰქონდა შეთანხმებული, ნივთები ისევ თავის ავტოფარეხში დამალა. ეხლა აქ საინტერესო არის ვინ რისთვის აგებს პასუხს და საერთოდ რა მოცემულობით გვაქვს დენადი დანაშაულში თანამონაწილეობა იქნება თუ თანაამსრულებლობა. ვსჯელობთ ისე და ისევ დენადი დანაშაულის ნაწილში, რადგან ჩვენი დღევანდელი განხილვის თემა არის სწორედ ეს ერთიანი დანაშაულის კონკრეტული სახე დენადი დანაშაული. ეხლა ნახეთ, სწორი პასუხის მისაღებად პირველ რიგში მოცემულობა უნდა დავყოთ 2 ეპიზოდად. ანუ 2 ეპიზოდში გავაბათ შუაში ძაფი და ისე შევაფასოთ. პირველი ეპიზოდი უნდა გამოვუყოთ ყაჩაღობამდე პერიოდის ანალიზი და მეორე არის ყაჩაღობის შემდგომი პერიოდის ანალიზი. პირველ ეპიზოდთან მიმართებით სახეზე გვაქვს თანამონაწილეობა. კერძოდ მებურუშვილი იარაღის შენახვის ნაწილში არის დამხმარე, რადგან ცეცხლსასროლი იარაღის მართსაწინააღმდეგო შენახვა ვთქვით, რომ არის დენადი დანაშაული და იგი მის მიმდინარეობას ნებაყოფლობით შეუერთდა. მებურუშვილი ურთმელიძეს ცეცხლსასროლი იარაღის ავტოფარეხში გადანახვით მართსაწინააღმდეგო მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. კარგად დავიმახსოვროთ, რომ დენადი დანაშაულის მსვლელობისას გაწეული ნებისმიერი დახმარება არის თანამონაწილეობა და არა დაფარვა დანაშაულის. ეხლა რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ანუ ყაჩაღობის შემდგომ სტადიას, ეს უნდა შევაფასოთ როგორც
არა დენა დანაშაულში თანამონაწილეობა, არამედ როგორც დანაშაულის დაფარვა. ნახეთ? სახეზე არის წინასწარი შეუპირებელი დაფარვა. ყაჩაღობა არის ყისიერი დანაშაული, რომელიც დასრულდა იმ მომენტში, როდესაც ურთმელიძემ ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილი დატოვა. მებურუშვილი პროცესში ჩაერთო დანაშაულის დასრულების შემდეგ, ხო? წინასწარ მან არც იცოდა მეგობარს, რომ ყაჩაღობა ქონდა ჩაფიქრებული და არც დახმარებია ამაში. შესაბამისად, ის კი არ დაეხმარა დანაშაულის ჩადენაში ყაჩაღობაში, არამედ დაეხმარა უკვე ჩადენილი დანაშაულის კვალის წაშლაში და დაუფლებული ქონების შენარჩუნებაში. ამიტომ ნახეთ, აი ესეთი საინტერესო მსჯელობა არის აქ სასამართლო გადაწყვეტილებაში და იქიდან მაქვს ეს წამოღებული, მეგობრებო, რომ თავიდან, როდესაც უთხრა, რომ იარაღი მაქვსო და შენთან დადეო, იმიტომ რომ პოლიცია ტრიალებს შენთანო და მეშინიაო მაინც არ შემნიშნონო და ამან გამოართვა იარაღი ძანი ჩანთა, ამ მომენტში დენა დანაშაულს შეუერთდა, ასე რომ ვთქვა, დახმარება გაუწია თავის ფარეხში, რომ დაუდო ეს ჩანთა. მაგრამ ყაჩაღობის ნაწილში ვინაიდან ამან არაფერი არ იცოდა, არაფრინაირად ხელი არ შეუწყვია და მან ნაყაჩაღარი მოუტანა ამას და მიანდო, მე ცოტა ხანი შემინახეო ეს იარაღი და ფულიო, ხო? ამ მომენტის შენარჩუნებაში დახმარებისთანავე, როგორც კი პირველივე შესაძლებლობისთანავე არ შეატყობინა შესაბამის უწყებებს, სამართალდამცავ უწყებაზე არის საუბარი, სახეზე იქნება დანაშაულის დაფარვა. ეხლა ერთ-ერთ თავისებურებად ჩვენ თავში ვთქვით, რომ დენა დანაშაულის დაჟადობაო განისაზღვრება იმ კანონითო, რომელიც მისი დამთავრების მომენტში მოქმედებსო. ეხლა აქ ჩვენ უნდა გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. ეს არის დანაშაულის დამთავრების მომენტი, ეს არის გაცნობიერებული არჩევანის მომენტი და ეს არის უკუძალის პრინციპის დაცვის მომენტი. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს პრაქტიკული ამ ყველაფერს? საინტერესო არის ზოგადად თუ როგორ უნდა განისაზღვროს დაჟადობა, როდესაც დენადი დანაშაულისას კანონი გამკაცრდება, ხო? ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ გამკაცრებას უკუძალა არ აქვს, ასე გვასწავლიან უნივერსიტეტში ზოგადად ესე ვიცით, მაგრამ დენად დანაშაულის შემთხვევაში ცოტა რთული და განსხვავებული მოდელი არის. იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული სწორი შეხედულების მიხედვით, თუ დანაშაულის ჩადენის პერიოდში სისხლისამართლის კანონის სანქცია დამძიმდა, ანუ თუ გამკაცრდა, მაშინ ეს უკანასკნელი უნდა იქნეს გამოყენებული. დენადი დანაშაულის სპეციფიკა, მეგობრებო, იმაში მდგომარეობს, რომ მართსაწინააღმდეგო მდგომარეობა დროში უწყვეტად არსებობს. შესაბამისად, თუ ამ პერიოდში სისხლისამართლის კანონი გამკაცრდა, სწორედ ახალი, უფრო მკაცრი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული. ამ მიდგომას რამდენიმე სამართლებრივი არგუმენტი ამყარებს. პირველი, რაც უკვე აღნიშნეთ, ნახეთ, ეს არის დანაშაულის დამთავრების მომენტი. დენადი დანაშაული ფაქტობრივად მაშინ მთავრდება, როდესაც წყდება მართსაწინააღმდეგო მდგომარეობა, მაგალითად პირის დაკავებისას. ვინაიდან დანაშაული ახალი კანონის მოქმედების დროსაც გრძელდება, ის სწორედ ამ კანონის რეგულირების სფეროში ექცევა. მეორე არგუმენტი ეს არის გაცნობიერებული არჩევანის საკითხი. დამნაშავეს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა შეწყვიტოს უკანონო ქმედება. თუ ის ახალ კანონის ამოქმედების შემდეგაც აგრძელებს დანაშაულს, ის შეგნებულად იღებს უფრო მკაცრი სანქციის რისკსაც თავის თავზე. და მნიშვნელოვანი საკითხი უკუძალის პრინციპის საკითხი. ამ შემთხვევაში არ ირღვევა კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპი, რადგან სასამართლო მკაცრ კანონს იყენებს არა წარსულში დასრულებულ ქმედებაზე, არამედ იმ ქმედებაზე, რომელიც მისი ძალაში შესვლის შემდეგაც გაგრძელდა. და აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ ვინაიდან დენადი დანაშაული არის ერთიანი პროცესი, მისი სამართლებრივი შეფასება უნდა მოხდეს იმ მომენტში არსებული კანონმდებლობით, როდესაც პირი ამ პროცესს ასრულებს ნებაყოფლობით ან იძულებით, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ორ შემთხვევა არის. ეხლა განვიხილოთ კაზუისტურად, რას ვისაუბრეთ, ეს თეორიული არგუმენტები, რაზეც გავაკეთეთ სწორება, ეხლა ვნახოთ როგორ ვლინდება კაზუსში. ავიღოთ ესეთი მოცემულობა. 2026 წლის 1 იანვარს მოქალაქე კახიძემ პირადი შურისძიების მოტივით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ლ. მჭედრიშვილს და გამოკეტა იგი. თბილისში მდებარე საცხოვრებელ ფარდში.
2026 წლის 15 იანვარს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონში ცვლილება, რომლითაც აღნიშნული დანაშაულისათვის სანქცია გაიზარდა, ანუ გამკაცრდა. კახიძეს მჭედლიშვილი კახიძემ არ გაათავისუფლა და დანაშაულებრივი ქმედება 2026 წლის 20 იანვრამდე გააგრძელა, რა დროსაც პოლიციამ ოპერატიული ღონისძიების შედეგად გაათავისუფლა დაზარალებული. დაცვა მოითხოვს შეფარდებული იქნეს 2026 წლის 15 იანვრამდე არსებული უფრო მსუბუქი კანონი იმ არგუმენტით, რომ დანაშაულის დაწყების მომენტში 1 იანვარზეა საუბარი, ძალაში იყო ძველი კანონმდებლობა. ანუ, ნავინახეთ ხო რასთან გვაქვს საქმე. თარიღებს დავაკვირდეთ. 1 იანვარს კახიძემ მჭედლიშვილის გამოკეტა თავისუფლება, ანუ აქედან დაიწყო თავისუფლების აღკვეთა, დენადი დანაშაული დაიწყო, ანუ საათი დაიწყო 1 იანვრიდან ათვლა. 15 იანვარს პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რითაც აი ეს რასაც ჩადიოდა, ეს დამძიმდა. ანუ 1 იანვარს თუ სიტყვაზე ისჯებოდა 5 წლით, 15 იანვარს ისჯება 7 წლით, 2 წლით გაიზარდა. ეხა ადვოკატი ამბობს, რომ დააკავეთო 1 იანვარს მოქმედი კანონმდებლობით გავასამართლოთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ დანაშაული მაშინ დაიწყო. ეხა რა ხდება? კახიძეს პასუხისმგებლობა დაიკისრება არა 1 იანვარს მოქმედი კანონით, როცა დაიწყო დანაშაული, არამედ 15 იანვარს მოქმედი გამკაცრებული კანონით, რადგან მას გააჩნია ნებისმიერი დროის რესურსი და შესაძლებლობა. შეეწყვიტა უკანონო ქმედება, გავითავისუფლებინა მჭედლიშვილი კანონის გამკაცრებამდე. მისი გადაწყვეტილება გაეგრძელებინა უკანონო მდგომარეობა 15 იანვრის შემდგომაც წარმოადგენს ახალი კანონის ნორმებისადმი უგულებელყოფას. შესაბამისად, ის შეგნებულად დათანხმდა იმ სამართლებრივ შედეგებს, უფრო მკაცრ სანქციას, რაც ახალ კანონს ახლავს თან. უკუძალის აკრძალვა იცავს პირს წარსულში ჩადენილი ქმედების გამო მომავალში შეცვლილი გამკაცრებული კანონით დაჟისაგან. თუმცა ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს უკუძალას, კანონი არ გამოიყენება 1-დან 14 იანვრამდე პერიოდის დამძიმებისათვის, არამედ გამოიყენება იმ ქმედებისათვის, რომელიც გაგრძელდა კანონის ძალას შესვლის შემდეგ. ეს არის მიმდინარე მოვლენის რეგულირება ახალი ნორმით. ანუ დავინახეთ ხო მეგობრებო, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი ქმედება დაიწყო 1 იანვარს და მაშინ მოქმედებდა მსუბუქი კანონი, ამისათვის გათვალისწინებული იყო მსუბუქი სანქცია. ვინაიდან მან უწყვეტად გააგრძელა დანაშაულებრივი ქმედება, ანუ დენად დანაშაულს ჩადიოდა, მაშინაც კი, როცა ახალი კანონი ძალაში იქნა შესული, ავტომატურად მოექცა ახალი კანონის რეგულირების სფეროს ქვეშ. ამიტომ იმ მომენტშიც დანაშაულს ჩადიოდა, როცა პარლამენტმა ამ კანონი დაამტკიცა, იმ მომენტშიც დანაშაულს შემადგენლობის ნაწილში იყო. ამიტომ ის კი არ არის, რომ 1 იანვარს თავისუფლება აღუკვეთა და მაშინ ჩაიდინა ქმედება. ამ ადამიანმა 1 იანვრიდან მოყოლებული 20 იანვრამდე სულ დანაშაული ჩაიდინა, უწყვეტად დანაშაულს ჩადიოდა. ამიტომ ეს უწყვეტობა რომ შეინარჩუნა, ამ უწყვეტობის გამო მასზე გავრცელდება ცვლილება და მას დაიკისრება პასუხისმგებლობა უფრო მძიმე მდგომარეობითაც. შემდეგი თავისებურება, მეგობრებო, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ და რასაც ასევე ძალიან პრაქტიკული დანიშნულება აქვს, არის ხანდაზმულობის საკითხი დენად დანაშაულთან მიმართებით. ჩვენ ვთქვით, რომ ერთ-ერთი თავისებურებაო დენად დანაშაულთან მიმართებით არისო, პასუხისმგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყებაო დენადი დანაშაულის შეწყვეტის მომენტიდანო. ეხა უბრუნდებით ისევ შეწყვეტა გვახსოვს, რომ ვთქვით ორ პირობით ჯგუფიანი, ნებაყოფლობითი და იძულებითი. ნიშნულობა არა აქვს, რა ფორმით მოხდება დენადი დანაშაულის შეწყვეტა. შეწყვეტის მომენტიდან აითვლება ათვლის წერტილით, უკვე გვაქვს შეწყვეტის მომენტიდან ხანდაზმულობის ვადისა. ლოგიკა ეყრდნობა იმას, რომ სანამ დანაშაული გრძელდება, სანამ დენად დანაშაულთან გვაქვს საქმე, ხანდაზმულობის საათი არის გაჩერებული. წავიკითხოთ ახლა ესეთი პრაქტიკული კაზუსი. 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში წარმოშობით ოსმა გ დოგუზოვმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა, რომელიც სახლში წაიღო და დამხმარე სათავსოს ძირში მიწაში ჩაფლა. 2026 წლის 10 აპრილს მის სახლში სხვა სისხლისამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში
გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც იარაღი იქნა ამოღებული. დოგუზოვს ბრალი წაუყენეს ცეცხლსრული იარაღის მართსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის, ადვოკატმა განაცხადა, რომ 2008 წლის შემდეგ გავიდა წლები და ეს დანაშაული უკვე ხანდაზმული იყო, ამიტომ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა. პასუხი აქ მარტივად გვაქვს. ადვოკატის პოზიცია სწორი ვერ გვექნება, რადგან ხანდაზმულობის ვადი სათვლად დაიწყება იმ მომენტიდან, როდესაც საგამოძიებო სამსახურმა იარაღი ამოიღო. ესე იგი, როდიდან 2026 წლის 10 აპრილიდან. რატომ არ არის 2008 წლიდან? კიდევ მივდივარ ისევ იმ მსჯელობაზე, რაც ზემოთაც ვიმსჯელეთ, ხო? საქმე იმაში არის, რომ 2008 წლის ამ ადამიანმა რო იარაღი იპოვა ამ პატივცემულმა დოგუზოვმა და სახლში წაიღო, ნაცვლად იმისა, რომ ჩაებარებინა უფლებამოსილი საგამოძიებო უწყებისათვის. სახლში წაიღო და სათავსოს მიწაში ჩაფლა, რა მიზნით, ეს არც ჩანს კაზუსში. და ინახავს ამას. რომ ინახავს 2026 წლის 10 აპრილამდე დანაშაულებრივ შემადგენლობაში ჩადის, უწყვეტად არის დანაშაულის ჩადენის პროცესში. ამიტომ მასზე ვერანაირი ხანდაზმულობა და ვერანაირი ამნისტია ვერ გავრცელდება, თუ 2026 წლის 10 აპრილის მერე არ მოხდება რაიმე რეგულაცია. მაგალითად, თუ ეხა ამნისტიის აქტი გამოიცა 15 აპრილს და თქვა, რომ 15 აპრილამდე ჩადენილ დანაშაულებს ამნისტირებლად აცხადებო, კი ბატონო. იგივენაირად ხანდაზმულობაზეც. შემდგომში თუ ჩააბარა იარაღი, მიმდინარეობს გამოძიება და 4 წლის თავზე ხანდაზმულად ჩაითვალა, კი ბატონო. უნდა შეწყდეს დევნა, მაგრამ არა მოცემულ შემთხვევაში. იარაღის ამოღება მოხდა, შეწყვეტა, დანაშაულის შეწყვეტა მოხდა არანებაყოფლობით, იძულებით და მის მიმართ ვერანაირი ხანდაზმულობა ვერ იქნება გამოყენებული. ამიტომ მას დაიკისრება პასუხისმგებლობა საერთო წესით. ეხლა გადავიდეთ ამნისტიის ნაწილზეც, ხო? ეხლა უკვე ვახსენე კიდევაც ამნისტიის საკითხი, რომ დოგუზოვს ვერ შეეხება. ნახეთ, სუბიექტის მიმართ ამნისტია მხოლოდ მაშინ გავრცელდება, როდესაც ამ დანაშაულის ჩადენა ამნისტიის გამოცემამდე შეწყდება. დააკვირდით, ამნისტიის გამოცემამდე უნდა შეწყდეს ყველა ვარიანტში. მაგალითად, 2024 წლის 10 იანვარს მოქალაქე კახიძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მართსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსრულ იარაღს. 2025 წლის 15 დეკემბერს ძალაში შევიდა ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებდა პირებს, რომლებმაც 2025 წლის 1 დეკემბრამდე ჩაიდინეს სისხლისამართლის კოდექსის 236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კახიძეს იარაღი პოლიციისათვის არ ჩაუბარებია და აგრძელებდა მის შენახვას. 2026 წლის 8 მაისს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იარაღი ამოღებული იქნა მისი საცხოვრებელი სახლიდან, რა დროსაც კახიძე დააკავეს. ადვოკატი მოითხოვს სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას ამნისტიის საფუძველზე, რადგან კახიძემ იარაღის შენახვა დაიწყო 2024 წელს, რაც კალენდარულად წინ უსწრებს ამნისტიით დადგენილ ზღვარს, 2025 წლის 1 დეკემბერს. ცხადია, რომ კახიძის დანაშაულებრივი ქმედება დასრულდა 2026 წლის 18 მაისს და მასზე 2025 წლის დეკემბრის ამნისტია არ გავრცელდება. ქმედება დაკვალიფიცირდება საერთო წესით. ზოგადად რასთან გვაქვს, რა არის ამნისტია, ხო? ამნისტია არის ჰუმანური აქტი, რომელიც პატიობს წარსულს და არა მომავალს ადამიანს. ამნისტია გულისხმობს იმ პირთა შენდობას, რომლებმაც უკვე დაასრულეს კონფლიქტი კანონთან. დენადი დანაშაულის სუბიექტი კი ამნისტიის გამოცემის მომენტში კვლავ კანონთან დაპირისპირების რეჟიმში არის. კვლავ არ ემორჩილება კანონს. როგორც უკვე აღინიშნა, დენადი დანაშაულის, მაგალითად, იარაღის უკანონო შენახვა, ალიმენტის გადახდისაგან ჯიუტა თავის არიდება, ამ დანაშაულების ბუნება ისეთია, რომ ის წარსულში არ რჩება, ის ყოველ წამს ახლიდან ხორციელდება. თუ სახელმწიფომ გამოსცა ამნისტია, პირი კი მაინც აგრძელებს დანაშაულს, მაგალითად, მალავს მძევარს ან იარაღს. ის საკუთარი ნებით ამბობს უარს ამ შეღავათზე. ამნისტია ვერ იქნება ინდულგენცია მომავალი დანაშაულებრივი ქმედებისათვის. ამნისტიის კანონი ყოველთვის ადგენს კონკრეტულ თარიღს, მაგალითად 2025 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულების მიმართ იქნეს გამოყენებულიო. ყველა ვარიანტში ამნისტიის აქტი არ არსებობს, თუ რაღაცა ვადა არის დასმული. თუ პირი 2026 წლის 1 იანვარს კვლავ ინახავს იარაღს, ხო?
იმ დანაშაული ჩადის უწყვეტად, იმ დღემდე ჩადის. ამიტომ მასზე ერთი დღის წინ გამოცებული ამნისტია ვერ გავრცელდება. შესაბამისად, პირის ქმედება ვერ მოექცევა იმ შეღავათის ქვეშ, რომელიც წარსულ პერიოდს ეხება. მასშტაბი დენადი დანაშაულის სუბიექტის მიმართ ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან მოასწრო და დაასრულა დანაშაულებრივი მდგომარეობა ამნისტიის კანონით განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქმედება განიხილება როგორც ახალი მიმდინარე დანაშაული, რომელზეც ძველი შეღავათები არ მოქმედებს. დენად დანაშაულთან მიმართებით ბოლოსკენ მინდა გითხრათ ასევე 2-20 სიტყვით ის, რომ დანაშაულის სიმრავლეს არ გამორიცხავს დენადი დანაშაული და დანაშაულის სიმრავლეზე ჩვენ ამავე ლექსის ფარგლებში გვექნება საუბარი როგორც მეორე ნაწილში, ანუ მეორე ვიდეოში, ერთიანი დანაშაულის ნაწილი მეორეს რომ დავამუშავებთ, იქ ვისაუბრებ დანაშაულის სიმრავლეზე, მაგრამ გეტყვით იმას, რომ დანაშაულის სიმრავლე დენად დანაშაული არ გამორიცხავს სიმრავლეს, ასე რომ ვთქვა. მაგალითად, ეს რას გულისხმობს პრაქტიკულად? როდესაც მძევალს ან უკანონო თავისუფლება აღკვეთილის ზალადობით წაართმევენ ფულს, ძვირფასეულობას, სემენ მაგალითად, აწამებენ, ასეთ შემთხვევაში პირი პასუხს აგებს დანაშაულთა რეალური ერთობლიობის მიხედვით. კერძოდ, მძევლად ხელს ჩაგდებასთან ერთად იქნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, პირობითად ყაჩაღობა ან ძარცვა. ანუ ის ფაქტი, რომ პირი არის უწყვეტად დენად დანაშაულის პროცესში, მას რაც უნდა იმას ვერ გააკეთებს. ის გასაგები არის, რომ ის კონკრეტულ ერთ დანაშაულებრივ შემადგენლობას ახორციელებს უწყვეტად. მაგალითად, აღუკვეთა თავისუფლება ქალს ცოლად შეერთვის მიზნით, პირობითად 10 აპრილს, 20 აპრილს გაათავისუფლეს. 10 აპრილიდან 20 აპრილამდე ხა თავისუფლება აღკვეთილთან მან თუ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი, იმავდროულად თუ ცემა, არაჭმევდა და ასე შემდეგ პირობითად, ხო? მთელი ეს დანაშაულების მას იდეალური და რეალური ერთობლიობა გამოუვა. ის ვერ იტყვის, რომ მე მძევლად ვყავდა და ეს ყველაფერს ფარავს, ვერ ფარავს, დენად დანაშაულის სიმრავლეს ვერაც ვერ გამორიცხავს. ამიტომ მას დაუჯამდება ეს ყველაფერი, დაუჯამდება უხეშად რო ვთქვათ, კვალიფიკაციები, ნუ საჟელის დაჯამება დღეს არსებული მოდელით აღარ გვაქვს, თუ არ არის განაჩენთა რეციდივი პირობითად. ამიტომ დაუჯამდება კვალიფიკაციები, იქნება ეს პირობითად თავისუფლების უკანონო აღკვეთა, იქნება გაუპატიურება, იქნება არაადამიანური მოპყრობა, იქნება წამება, ანუ ეს ყველაფერი დაეჯამება და ბრალში ყველაფერი მიეთითება, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ დენადი დანაშაული დანაშაულის სიმრავლეს არ გამორიცხავს. დღევანდელი ჩვენი ვიდეო ლექციის მეორე ნაწილი უკვე ეთმობა ერთიანი დანაშაულის ასევე საინტერესო სახეს, ეს არის განგზობადი დანაშაული. ნორმის დისპოზიცია მე-14 მუხლისა არის ასევე ორნაწილიანი. კერძოდ განგზობადი არისო ამ კოდექსით ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. განგზობადი დანაშაული დამთავრებული არის უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. ზოგადად მეგობრებო, დენადი დანაშაულისგან განსხვავებით, სადაც ქმედება თქვით რომ არის უწყვეტი, უწყვეტად მიედინება მდინარესავით, პირობითად იარაღს ვატარებ ერთი კვირა უწყვეტად, ხო? განგზობადი დანაშაული შედგება ცალკეული დროში წყვეტილი ეპიზოდებისაგან, რომლებსაც ერთი ძაფი საერთო განზრახვა აერთიანებს, ანუ ერთ ძაფსი არის შეკოწიწებული, ასე რომ ვთქვათ, აი წარმოვიდგინოთ და ეს ერთი ძაფი არის აი სწორედ ეს საერთო განზრახვის ძაფი, აი ეს საერთო განზრახვა აერთიანებთ მათ. განგზობადი დანაშაულის ქმედების ობიექტური მხარე გამოიყურება როგორც ეპიზოდების ჯაჭვი. ობიექტური მხარისათვის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის მისი წყვეტილობა, დისკრეტულობა, ასე რომ ვთქვათ. ქმედებებს შორის არის დროის ინტერვალი, ეს შეიძლება იყოს საათები, დღეები, ზოგჯერ კვირებიც კი. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ერთიან ჯაჭვში არ უნდა იყოს ისეთი წყვეტები, რომ მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან ვერ დადგინდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტერვალი არ უნდა იყოს იმაზე დიდი, რომ გაწყდეს კავშირი საერთო მიზანთან. თუ ეპიზოდებს შორის არის 2 წელიანი დაშორება, ძალიან რთული იქნება პრაქტიკულ რეალობაში, რომ დავამტკიცოთ, რომ ეს არის ერთიანი განზრახვის ნაწილი. მაგალითად, თუ 2023 წელს
საწყობის დარაჯმა მოიპარა კომპიუტერის მონიტორი და შემდეგ 2 წლის მერე მოიპარა კომპიუტერის кейსი და ჩვენებაში აფიქსირებს, რომ მე კომპიუტერის აწყობა მინდოდაო და იმიტომ მოვიკარეო და ნახეთ ერთიანი განზრახვა მქონდა, რომ კომპიუტერი გამართული მქონოდა სახშიო. რთული იქნება მაინც, იმდენად დიდი წყვეტა არის დროში ერთიანი განზრახვის დადგენა. ამიტომ იქ შეიძლება იყოს ქურდობის ეპიზოდები მარტივად, 2 ეპიზოდი ქურდობის, ხო? რაც შეეხება სუბიექტური მხარის თავისებურებას, განგზობად დანაშაულისა, ეს არის, რომ მას მისი ერთიანი მიზანი უნდა ქონდეს და საერთო განზრახვა უნდა იყოს. ერთიან მიზანსა და საერთო განზრახვაში მდგომარეობს განგზობად დანაშაულის ქმედების სუბიექტური მხარის თავისებურება. ეს არის სწორედ განგზობად დანაშაულის ხერხემალი, ასე რომ ვთქვათ. პირს წინასწარ უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული ერთიანი მიზანი, რომ მაგალითად საწყობიდან სურს ჯამში 10 ბოთლი ღვინის გატანა, მაგრამ იმის შიშით რომ არ შეამჩნიონ, ყოველ სამუშაო დღის ბოლოს თითო ბოთლი მიაქვს. მსგავსად დენადი დანაშაულისა თავისთავად ხა განგზობად დანაშაულებსაც აქვს თავისი დამახასიათებელი თავისებურებები, ასე რომ ვთქვათ. ეს არის ის, რომ განგზობად დანაშაულის მიმართ გამოიყენება ის კანონი, რომელიც მოქმედებდა უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტში. ასევე პასუხისმგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადისათვლა იწყება განგზობადი დანაშაულის უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. ამნისტია განგზობადი დანაშაულის ჩამდენ პირზე მხოლოდ მაშინ გავრცელდება, როდესაც მან განგზობადი დანაშაულის ბოლო აქტი ამნისტიის გამოცემამდე განახორციელა. განგზობად დანაშაულში თანამონაწილე პასუხს აგებს მხოლოდ იმ ქმედებისათვის, რომელშიაც იგი მონაწილეობდა. და განგზობადი დანაშაულის მცდელობა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ პირს თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრული საბოლოო მიზანი ჰქონდა დასახული. ეხლა მივყვეთ სათითაო თავისებურების განხილვას, ასე რომ ვთქვათ. ნახეთ, ვამბობთ, რომ თქვით ეს რაღაც, რომ ერთ-ერთი თავისებურება არის ისო, რომ განგზობადი დანაშაულის მიმართ გამოიყენება ის კანონიო, რომელიც მოქმედებდაო უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტშიო. ზოგადი წესი სისხლისამართლისა გვეუბნება, რომ ქმედების დანაშაულებრიობა განისაზღვრება მისი ჩადენის დროს მოქმედი კანონით, ხო? თუმცა განგზობადი დანაშაული დროში გაჭიმული პროცესი არის, რაც წარმოშობს სპეციფიკურ სიტუაციას, როდესაც დანაშაულის მსვლელობისას კანონი იცვლება. რატომ გამოიყენება ბოლო კანონი? ვინაიდან განგზობადი დანაშაული არის ერთიანი ქმედება, რომელიც რამდენიმე ეპიზოდისაგან შედგება, ითვლება, რომ პირი დანაშაულს ჩადიოდა იმ მომენტშიც, როდესაც ახალი შეცვლილი კანონი უკვე ძალაში იყო. შესაბამისად, ახალი კანონის გამოყენება არ ითვლება კანონის უკუძალად. პირი ისჯება იმისათვის, რასაც ახალი კანონის პირობებში აგრძელებდა. თუ განგზობადი დანაშაულის დასრულების მომენტში მოქმედი კანონი უფრო მკაცრია, ვიდრე ის, რომელიც დანაშაულის დაწყებისას იყო, მაინც ახალი მკაცრი კანონი უნდა გამოვიყენოთ. ეხლა ამის საილუსტრაციოდ განვიხილოთ ესეთი კაზუსი. მოქალაქე კახიძემ, რომელიც მუშაობდა მსხვილი სავაჭრო ობიექტის საწყობში, განიზრახა მცირე პარტიებად გამოეტანა და მიეთვისებინა ძვირადღირებული ტექნიკა. 2026 წლის 10 მარტს მან მართსაწინააღმდეგოდ გამოიტანა პირველი ნივთი. 2026 წლის 15 მარტს ძალაში შევიდა სისხლისამართლის კანონის ცვლილება, რომლითაც ქურდობისათვის გათვალისწინებული სანქცია მნიშვნელოვნად გამკაცრდა. 2026 წლის 20 მარტს კახიძემ იმავე განზრახვით გამოიტანა ნივთების მეორე პარტია, რა დროსაც იგი დააგავეს. ადვოკატი დავითაძე მიუთითებს, რომ დანაშაულებრივი განზრახვა ჩამოყალიბდა და პირველი ეპიზოდი განხორციელდა ძველი, უფრო მსუბუქი კანონის მოქმედების დროს, რის გამოც მკაცრი კანონის გამოყენება დაუშვებელი არის. ეხლა აქ სწორი პასუხი რა გვექნება, რომ შევაფასოთ. ვინაიდან კახიძემ უკანასკნელი ეპიზოდი განახორციელა 20 მარტს, როდესაც ახალი მკაცრი კანონი უკვე მოქმედებდა, ითვლება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ახალი კანონის პირობებშიც. ეს არ არის კანონის უკუძალა, რადგან პირი არ ისჯება მხოლოდ 10 მარტის ქმედებისათვის, ის ისჯება ერთიანი პროცესისათვის, რომელიც ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც გაგრძელდა. შემდეგი თავისებურება განგზობადი დანაშაულისა ჩვენ თქვით, რომ არის პასუხისმგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის
ათვლა იწყებაო განგრძობადი დანაშაულის უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდანო. ეხლა რასთან გვაქვს საქმე, ხო? სისხლისამართლის კოდექსის მე-14 მუხლის ანალიზი, მათ შორის თეორიული და პრაქტიკული განმარტებაც გვეუბნება ესეთ რამეს, რომ განგრძობადი დანაშაული ითვლება დამთავრებულად არა პირველივე ეპიზოდისას, არამედ უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. სწორედ ამიტომ ხანდაზმულობის ვადის ათვლაც იწყება არა დანაშაულის დაწყების დღიდან, არამედ იმ წამიდან, როდესაც პირმა თავისი ერთიანი განზრახვის ბოლო ეტაპი განახორციელა. ეხლა ამის საილუსტრაციოდ შემთხვევა მოვიყვანოთ. რევაზიშვილმა 2020 წლის 1 იანვარს განიზრახა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან 10 ტომეული იშვიათი ენციკლოპედიის მოპარვა. მან გადაწყვიტა, რომ ყოველ თვეში თითო ტომი გამოიტანოს, რათა ყურადღება არ მიიქციოს. პირველი ქმედება განახორციელა 2020 წლის 1 იანვარს, გამოიტანა პირველი ტომი. ყოველ მომდევნო თვის პირველ რიცხვში გამოქონდა თითო ტომი. 2020 წლის 1 ოქტომბერს გამოიტანა ბოლო X ტომი. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქმედება, პირველი ტომის მოპარვა, ასე ვთქვათ, 10 თვის წინ მოხდა, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ უკანასკნელი ქმედების დღიდან. განგრძობადი დანაშაულის ეს სპეციფიკა ხელს უშლის დამნაშავეს, რომ დანაშაულის ნაწილ-ნაწილ ჩადენით მოიპაროს ხანდაზმულობის ვადები, ასე ვთქვათ. სანამ ერთიანი განზრახვა ბოლომდე არ შესრულდება, ხანდაზმულობის საათი ჩართული არ არის. რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, ესეც ვთქვით, რომ ერთ-ერთი თავისებურება ახასიათებს განგრძობად დანაშაულთა მიმართებით ამნისტიის საკითხსაც. ამნისტია განგრძობადი დანაშაულის ჩამდენი პირზე მხოლოდ მაშინ გავრცელდება, როდესაც მან განგრძობადი დანაშაულის ბოლო აქტი ამნისტიის გამოცემამდე განახორციელა. თუ პირმა ერთიანი განზრახვით დაწყებული ქმედებების სერია, მაგალითად ნივთების ნაწილ-ნაწილ გატანა, სრულად დაასრულა ამნისტიის გამოცემამდე, მასზე ამნისტია თავისთავად გავრცელდება, მაგრამ თუ პირმა დანაშაულის ნაწილი ჩაიდინა ამნისტიამდე, ხოლო ბოლო აქტი განახორციელა ამნისტიის გამოცემის შემდეგ, მასზე ამნისტია არ გავრცელდება. ითვლება, რომ დანაშაული ჩადენილია დამთავრებულია, ანუ ამნისტიის შემდეგ პერიოდში. ეხლა განვიხილოთ ესეთი კაზუსი ამ თემასთან მიმართებით. მეურმიშვილი მუშაობდა კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიაში. მან კომპიუტერის ასაწყობად განიზრახა საწყობიდან ნაწილ-ნაწილ კომპიუტერის ნაწილების ფარულად წაღება. 2025 წლის 20 ნოემბერს მან გამოიტანა პროცესორი, ხოლო ამავე წლის 25 ნოემბერს დედაპლატა. 2025 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებდა პირებს, რომლებმაც 2025 წლის 1 დეკემბრამდე ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული. 2026 წლის 5 იანვარს კახიძემ იმავე განზრახვის ფარგლებში საწყობიდან გამოიტანა ბოლო დეტალი, ვიდეო ბარათი, რა დროსაც იგი დააკავეს. ადვოკატი გ-ქებურია ამტკიცებს, რომ ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედების უდიდესი ნაწილი ერთიანი განზრახვით 2025 წლის 1 დეკემბრამდე ამნისტიის სამოქმედებამდე განხორციელდა, მეურმიშვილის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის აქტი. ეხლა რასთან გვაქვს აქ საქმე, მეგობრებო, ნახეთ. მეურმიშვილის მიმართ ამნისტია ვერ გავრცელდება, რადგან მან განგრძობადი დანაშაულის ბოლო აქტი განახორციელა ამნისტიის გამოცემის და მასში მითითებული ვადის შემდეგ. ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ დანაშაულებზე, რომლებიც სრულად არის დასრულებული კანონი დადგენილ თარიღამდე. ვინაიდან განგრძობადი დანაშაული არის ერთიანი პროცესი, მისი გაყოფა ამნისტირებულ და არაამნისტირებულ ეპიზოდებად შეუძლებელი არის, თუ ბოლო აქტი ცდება ამნისტიის ვადას, მთლიანი დანაშაული სცილდება შეღავათების სფეროს. ერთ-ერთი საინტერესო საკითხი და თავისებურება განგრძობადი დანაშაულისა ასევე მდგომარეობს თანამონაწილეობის ნაწილშიც, ხო? განგრძობად დანაშაულში თანამონაწილე პასუხს აგებს მხოლოდ იმ ქმედებისათვის, რომელშიც იგი მონაწილეობდა. თუ თანამონაწილე ერთვება პროცესში, მაშინ, როდესაც დანაშაულის ნაწილი უკვე ჩადენილია, მისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება წარსულში მომხდარ ეპიზოდებზე. განვიხილოთ ესეთი შემთხვევა. საწყობის დარაჯმა აბზიანიძემ განიზრახა
10 დღის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ მოიპაროს 10,000 ლარის ღირებულების მასალა. პირველიდან 8 დღემდე დარაჯს მარტოს გამოაქვს მასალები. მე-9 დღეს მან სთხოვა მეგობარს, რომელსაც მანქანა ჰყავს, დახმარებოდა მხოლოდ იმ დღის პარტიის გადატანაში. მეგობარმა არ იცის წინა 8 დღის ქურდობის შესახებ. მე-10 დღეს დარაჯი ისევ მარტო ასრულებს განზრახვას. ეს რო შევაფასოთ, ახლა რა გვაქვს, ნახეთ? აბზიანიძე პასუხს აგებს დიდი ოდენობით ქურდობისათვის, რადგან მიცით რომ 10,000 ლარი უკვე გვაძლევს შემადგენლობას, ვაქვს ტექნიკური ხარვეზია გაპარული 10,001 ლარი ავიღოთ პირობითად. რადგან ეს იყო მისი ერთიანი განგრძობადი დანაშაული, რაც შეეხება თანამონაწილეს, მეგობარი პასუხს აგებს ქურდობაში დახმარებისათვის მხოლოდ 1000 ლარის ფარგლებში, მასზე ვერ გავრცელდება დიდი ოდენობით მაკვალიფიცირებელი ნიშანი, რადგან მისი ქმედება და განზრახვა მხოლოდ ამ მცირე ნაწილს შეეხებოდა. ეხლა განგრძობადი დანაშაულში მცდელობა საინტერესო საკითხი არის და მაშინ ჩაგვეთვლება განგრძობადი დანაშაული მცდელობით ჩადენილად, თუ პირს თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრული ჩამოყალიბებული ჰქონდა საბოლოო მიზანი და კონკრეტული მიზნისკენ მიისწრაფოდვა. ესე იგი, რას ნიშნავს ეს, ხო? თუ სახეზე არის კონკრეტიზებული განზრახვა, ასე დროს დამნაშავეს გონებაში აქვს ფიქსირებული ციფრი რაოდენობა ან კონკრეტული შედეგი, რომლის მიღწევაც სურს. მაგალითად, საწყობის მენეჯერს განსაზღვრული აქვს ზუსტად 10,000 ლარის მითვისება და არა ზოგადად რაღაცა თანხის. და ბოლოსკენ თეორიული ნაწილზე მსჯელობისას მინდა გესაუბროთ იურიდიულ დოქტრინაში თუ რა კრიტერიუმებით იმიჯნება ერთმანეთისგან განგრძობა და დენადი დანაშაულები, რა ფუნდამენტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა. განგრძობად დანაშაულში თანამონაწილეობის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიური არის, რადგან აქ ერთმანეთს უპირისპირდება ამსხვრლებლის ერთიანი განზრახვა და თანამონაწილის შეზღუდული ცოდნა მოქმედება. ეს ერთი ვარიანტია, საინტერესო. და ასევე გვაქვს ობიექტური და სუბიექტიური მხარეების სტრუქტურული ნაწილიც, ასე რომ ავიღოთ. განგრძობადი დანაშაული ხასიათდება დისკრეტული, წყვეტილი ობიექტური მხარით. დანაშაული, როგორც ვთქვით, შედგება ცალკეული ეპიზოდებისაგან, რომლებსაც ერთიან იურიდიულ მთლიანობაში კრავს განზრახვის უწყვეტობა და ერთიანი მიზანი. რაც შეეხება დენადი დანაშაულის შემთხვევას, აქ სურათი საპირისპირო არის, მისი ობიექტური მხარე უწყვეტი არის და დანაშაულებრივი მდგომარეობა მდინარესავით მიედინება დროში. შემადგენლობის დასრულების მომენტზე არის კიდე აქ აქცენტი გაკეთებული გამიჯნისას. განგრძობადი დანაშაულისას ცალკე აღებული ყოველი ეპიზოდი, მაგალითად, ბიბლიოთეკიდან ძვირადღირებული ოსტომეულის მხოლოდ 2 ტომის დაუფლება არ ქმნის დამთავრებულ დანაშაულს, როდესაც განსაზღვრული მაქვს, რომ 10 ტომი კონკრეტული განზრახვა მაქვს, რომ უნდა მოვიპარო. თუ 20 ტომეული თუ არის 20 ტომი მოვიპარო. თითოეული აქტი განიხილება როგორც ერთიანი დანაშაულის რეალიზაციის ეტაპი, ანუ მცდელობა არის. სანამ განზრახვა სრულად არ ამოიწურება. დენადი დანაშაულის დროს კი დანაშაული დამთავრებულია პირველივე აქტისთანავე. მაგალითად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისას დანაშაულის შემადგენლობა სრულდება ადამიანის დატყვევების მომენტშივე, რის შემდეგაც ხდება მხოლოდ ამ მდგომარეობის შენარჩუნება. ანუ რას ნიშნავს, რომ თუ თავისუფლება უკანონო დაგუკეთა და რამდენიმე წუთში დააკავეს, მაინც დენადი დანაშაულთან გვაქვს საქმე, ის რამდენიმე წუთი მაინც დენადი იყო და უკვე დანაშაული არის დასრულებული. ეხლა გადავიდეთ ჩვენს ტრადიციულ ფორმაზე, საკონტროლო კითხვებზე, რასაც ახლა ვისაუბრე. აქედან არის პირობითად რამდენიმე 10-ოდე კითხვა, ღია კითხვა, საკონტროლო, რომელიც ჩვენ, ასე ვთქვათ, გავლილი საკითხის ცოდნის გადამეორებაში დაგვეხმარება. პირველი კითხვა არის, შესაძლებელია თუ არა განგრძობადი დანაშაულის მცდელობა. ნახეთ, რომ დიახ, შესაძლებელი არის, იმ შემთხვევაში, თუ პირს ჰქონდა კონკრეტიზებული განზრახვა, მაგალითად 10,000 ლარის მოპარვა და მან განახორციელა რამდენიმე აქტი, მაგალითად მიზანს ვერ მიაღწია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით. მცდელობა არის. მეორე კითხვა არის, როდის ითვლება დენადი დანაშაული დამთავრებულადო? როდესაც წყდება მართსაწინააღმდეგო მდგომარეობა, ვთქვით, ხო? ეს იყო ნება ოფლობითი და იყო იძულებითი. მაგალითად, პირის დაკავებისას, ანუ იძულებით წყდება ამ შემთხვევაში მართსაწინააღმდეგო მდგომარეობა. რომელი კანონი გამოიყენება, თუ დენადი დანაშაულის მსვლელობისას გათვალისწინებული სასჯელი დამძიმდება?
თქვით, რომ გამოიყენება ახალი, უფრო მკაცრი კანონი, რადგან დანაშაული ახალი კანონის მოქმედების დროსაც გრძელდებოდა. მეოთხე კითხვა არის, როდის იწყება ხანდაზმულობის ვადის ათვლა განგრძობადი დანაშაულისას? პასუხი გვაქვს უკანასკნელი დანაშაულებრივი ეპიზოდის აქტის ჩადენის მომენტში. მეხუთე კითხვა არის, შეიძლება თუ არა დენადი დანაშაული ჩადენილი იყოს გაუფრთხილებლობით? პასუხი არის დიახ, მაგალითად მოხელის დაუდევრობა, რის გამოც პატიმარი ვადის გასვლის შემდეგაც ციხეში რჩება, ეს რო განვიხილეთ, ხო, დოკუმენტებში რო რაღაც გამორჩა. მეექვსე კითხვა არის, აგებს თუ არა პასუხს თანამონაწილე განგრძობადი დანაშაულის იმ ნაწილზე, რომელიც მის ჩართვამდე უკვე დასრულდა? პასუხი მარტივია, არა, იგი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ეპიზოდზე, რომელშიც უშუალოდ თვითონ მონაწილეობდა. როგორ განვასხვაოთ თანამონაწილეობა და დაფარვა დენად დანაშაულისას? მართსაწინააღმდეგო მდგომარეობის შეწყვეტამდე გაწეული ნებისმიერი დახმარება არის თანამონაწილეობა, ვთქვით, დაფარვა მხოლოდ შეწყვეტის შემდგომი აქტია. რა არის დენადი დანაშაულის ობიექტური მხარის მთავარი ნიშანი? დენადი დანაშაულის ობიექტურობის მთავარი ნიშანი არის მისი უწყვეტობა, მართსაწინააღმდეგო მდგომარეობა მდინარესავით მიედინება დროში. მეცხრე კითხვა არის, გავრცელდება თუ არა პირის მიმართ ამნისტია, თუ მან განგრძობადი დანაშაულის 5 აქტიდან 4 ჩაიდინა ამნისტიამდე, ხოლო მეხუთე ამნისტიის შემდეგ? პასუხი არის მარტივი, არა, რადგან დანაშაული იურიდიულად დასრულდა ამნისტიის შემდგომ პერიოდში. და მეათე კითხვა, ბოლო კითხვა არის, რით განსხვავდება განგრძობადი დანაშაული დენადისაგან? განგრძობადი დანაშაულის შედგება რამდენიმე მსგავსი იდენტური ქმედებისაგან, რომლებიც გაერთიანებული არის ერთიანი განზრახვით და საერთო მიზნით. დენადი დანაშაული კი ერთი უწყვეტი პროცესია. განგრძობადი დანაშაული წერტილოვანი აქტებისგან შედგება, მაგალითად ნაწილ-ნაწილ მოპარვა, რომლებიც ერთიან დანაშაულად იკვრება. ეს იყო საკონტროლო კითხვები და ეხლა გადავიდეთ ჩვენთვის ყველაზე სახალისო, ასე ვთქვათ, ყველაზე გამოსადეგ საკითხზე, ტესტებზე, კაზუსებზე, რომელიც პირდაპირ უკვე აწყობილი არის იმისათვის, რომ საგამოსდო თქვენ მოემზადოთ. დავიწყოთ პირველი ტესტური დავალებით. 2024 წლის 10 სექტემბერს მეურმიშვილმა, რომელსაც სჭირდებოდა დიდი თანხა პირადი ვალების დასაფარად, განიზრახა მეზობლის ავტოფარეხში შენახული 50 ძვირადღირებული სამშენებლო მასალის პანელის მოპარვა. მან დაგეგმა, რომ ყოველ ღამე, როდესაც მეზობელი სამსახურში იქნებოდა, მხოლოდ 5 პანელს გამოიტანდა, რათა დანაკლისი მაშინვე არავის შეემჩნია. მან წარმატებით განახორციელა 6 ასეთი რეიდი და ჯამში 30 პანელი მიითვისა. მეშვიდე ღამეს, როდესაც კიდევ 5 პანელის გამოსატანად მივიდა, იგი პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა. კითხვა გვაქვს, როგორ დაკვალიფიცირდება მეურმიშვილის ქმედება? A ვარიანტი არის 30 პანელის ქურდობა, დამთავრებული. B ვარიანტი არის 50 პანელის ქურდობის მცდელობა. G ვარიანტი არის 30 პანელის ქურდობა და დანარჩენი 20-ის მომზადება. და D ვარიანტი არის დანაშაულთა რეალური ერთობლიობა, 6 დამოუკიდებელი ქურდობა. ეხლა აქ ხედავთ, ხო, სახეზე რა გვაქვს ჯერ ეს მოდი ის ვთქვათ, დენადი დანაშაული გვაქვს თუ განგრძობადი? ცხადია, განგრძობადი დანაშაული გვაქვს, დენადი არ არის ეს. თქვით, ხო? მაგრამ გვაქვს განგრძობადი დანაშაული კონკრეტიზებული განზრახვით. მეზობლის ავტოფარეხში შენახული 50 ძვირადღირებული სამშენებლო პანელის მოპარვა უნდა. კონკრეტული რაოდენობა აქვს გონებაში დაანგარიშებული. მაგრამ ვინაიდან პირმა ვერ მიაღწია, ხედავთ, დასახული მაქსიმუმს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პოლიციის ჩარევით, ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც ერთიანი დანაშაულის მცდელობა სრული ოდენობის ფარგლებში. ამიტომ აქ სწორი პასუხი, რა თქმა უნდა, გვექნება 50 პანელის ქურდობის მცდელობა. რაც შეეხება მეორე ტესტურ დავალებას. Ν. კახიძემ 2018 წელს უკანონოდ შეიძინა და საკუთარ აგარაკზე დამალა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. 2022 წელს აღნიშნული მუხლის სანქცია გამკაცრდა და სასჯელის სახით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა გაიზარდა. 2026 წლის 2 მაისს დასაწყისში პოლიციამ აგარაკი გაჩხრიკა, რომლის შედეგად იარაღი აღმოაჩინა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ამოიღო.
კახიძის ადვოკატი მოითხოვს 2018 წელს მოქმედი უფრო მსუბუქი კანონის გამოყენებას. კითხვა გვაქვს, რამდენად საფუძვლიანი არის ადვოკატის მოთხოვნა. A ვარიანტია საფუძვლიანია, რადგან დანაშაული 2018 წელს დაიწყო, კანონის უკუძალაზე არის აქცენტი აქ. B ვარიანტია საფუძვლიანია, რადგან იარაღი ამ დროს უკვე ნაყიდი იყო. G ვარიანტია უსაფუძვლოა, რადგან დენადი დანაშაული დასრულდა 2026 წლის 2 მაისს და უნდა გამოიყენონ ბოლო მკაცრი კანონი. და D ვარიანტია უსაფუძვლოა თუ იარაღი გამართულ მდგომარეობაში იყო. ეხლა რა გვაქვს? პირველ რიგში ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს რა? დენადი დანაშაული. დენადი დანაშაულის დაჟადობა განსაზღვრება იმ კანონით, რომელიც მოქმედებს მისი ფაქტობრივი შეწყვეტის მომენტში, ვინაიდან დანაშაული ახალი კანონის დროსაც გრძელდებოდა, მისი გამოყენება სავსებით ლეგიტიმური არის. ამიტომ საფუძვლიანი არ არის ადვოკატის მოთხოვნა, რადგან დენადი დანაშაული დასრულდა 2026 წლის 2 მაისს და უნდა გამოიყენონ ბოლო მკაცრი კანონი. გადავიდეთ მესამე ტესტურ დავალებაზე. მოხელესთან გათანაბრებულმა პირმა დ სამსონაძემ განიზრახა, რომ შეძლების დაგვარად ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეთვისებინა 1000 ლარი, ჯამში 12000 ლარი წლის განმავლობაში. მან 2024 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში წარმატებით მიითვისა 5000 ლარი. 2025 წლის 10 მაისს პარლამენტმა გამოსცა ამნისტიის აქტი, რომელიც ეხებოდა 2025 წლის 1 ივნისამდე ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებს. კერძოდ, პირი თავისუფლდებოდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სამოხელეო დანაშაული ჩადენილი ჰქონდა 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 1 ივნისამდე დროის პერიოდში. სამსონაძემ ამნისტიის აქტის გამოცემის შემდეგაც განაგრძო თავისი გეგმის სისრულეში მოყვანა და 2025 წლის ივნისსა და ივლისშიც კიდევ 2000 ლარი მიითვისა. კითხვა გვაქვს, გავრცელდება თუ არა ამნისტია სამსონაძის მიმართ. A ვარიანტია გავრცელდება მხოლოდ პირველი 5000 ლარის ფარგლებში. B ვარიანტია არ გავრცელდება, რადგან დანაშაულის ბოლო აქტი ამნისტიის თარიღის შემდეგ განხორციელდა. G ვარიანტია გავრცელდება სრულად, რადგან დანაშაული 2024 წლის 1 ივნისამდე დაიწყო და D ვარიანტია გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნებს. აქ პასუხი მარტივად უნდა ვთქვათ, რომ არის B ვარიანტი, რადგან ვთქვით, რომ ვინაიდან ბოლო აქტი ამნისტიის დანაშაულებრივი ქმედება ამნისტიის აქტის გამოცემის შემდეგაც განხორციელდა და ეს არის საერთო განზრახვის ნაწილი, მასზე ამნისტია ვერ გავრცელდება. რაც შეეხება მეოთხე ტესტურ დავალებას, თორიამ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ქიტუაშვილს და სარდაფში გამოკეთა. 5 დღის შემდეგ თორიამ დაურეკა თავის ნაცნობს გოგლიძეს, აუხსნა სიტუაცია და სთხოვა, რომ ერთი ღამით სარდაფის კართან დაარაჯად დამდგარიყო, რათა დატყვევებული პირი არ გაქცეულიყო. გოგლიძემ თხოვნა შეასრულა. მეორე დღეს პოლიციამ ორივე დააკავა. როგორ დაკვალიფიცირდება გოგლიძის ქმედება? მეგობარს გვეკითხებიან. დანაშაულის წინასწარ შეუპირებელი დაფარვა, თანაამსრულებლობა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, დანაშაულის შეუტყობინებლობა და თანამონაწილეობა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. აქ ამ თემაზე ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, თქვით, რომ დენადი დანაშაული ღია არის თანამონაწილეობისათვის და თანაამსრულებლობისათვის მისი ფაქტობრივ შეწყვეტამდე, ვინაიდან გოგლიძე უშუალოდ მონაწილეობდა მართლსაწინააღმდეგო მდგომარეობის შენარჩუნებაში, დარაჯობდა, ის არის თანაამსრულებელი, ამიტომ სახეზე გვექნება დენად დანაშაულში თანაამსრულებლობა, კერძოდ კი B ვარიანტი. თანაამსრულებლობა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. მეხუთე ტესტურ დავალება არის შემდეგი მოცემულობის. Z ბერიძე 2024 წლის იანვრიდან საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში უკანონოდ ამზადებდა და ინახავდა დიდი ოდენობით ყალბ ფულს. 2025 წლის მაისში იგი გარდაიცვალა, თუმცა ყალბი ფული სარდაფში დარჩა. 2025 წლის ივნისში მისი მემკვიდრე შვილი L ბერიძე სარდაფში ჩავიდა და ყალბი კუპიურები აღმოაჩინა, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა და მათი შენახვა შავი დღისთვის განიზრახა. 2026 წლის 29 აპრილს პოლიციამ ფული აღმოაჩინა და ბერიძე დააკავა, შვილი დააკავა. როგორ გადაწყდება ბერიძის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი? A ვარიანტი არის, იგი პასუხს აგებს 2024 წლის იანვრიდან დაწყებული
დენადი დანაშაულის კერძო დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვისათვის. B ვარიანტია ბერიძის დანაშაულის შეწყდა მისი გარდაცვალებისას, ხოლო ბერიძის მიერ დანაშაული დაიწყო. L ბერიძის მიერ დანაშაული დაიწყო 2025 წლის ივნისიდან და პასუხსაგებს დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვისათვის. G ვარიანტია ბერიძე პასუხსაგებს მხოლოდ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის და D ვარიანტია ქმედება საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რადგან ფული მას არ დაუმზადებია. ამასთან ახლო ნათესავის მიერ ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობა დასჯადი ქმედება არ არის. ეხლა ვხედავთ ხო, რომ დენადი დანაშაული ფაქტობრივად წყდება Z ბერიძის გარდაცვალების მომენტში. მემკვიდრის მიერ იმავე ნივთის ფლობა არის ახალი დამოუკიდებელი დენადი დანაშაული, რომელიც იწყება იმ მომენტიდან, როდესაც პირი ასნობიერებს ნივთის ხასიათსა და ამყარებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას და გრძელდება იქამდე, სანამ პოლიციამ იგი არ აღმოაჩინა, ანუ 29 აპრილამდე. ამიტომ სწორი პასუხი ექნება ჩვენ აქ B ვარიანტი. დანაშაულის შეწყდა, რა თქმა უნდა, გარდაცვალებით ბერიძის ნაწილში, მაგრამ ბერიძეზე აქცენტი არც გვაქვს და შვილის ნაწილში, L ბერიძის ნაწილში. დანაშაული დაიწყო მაშინ, როცა მან ფული აღმოაჩინა და პასუხს აგებს დიდი ოდენობით ფულის შენახვისათვის. კერძოდ კი კლასიკური მაგალითი გვაქვს დენადი დანაშაულის, ასე რომ ვთქვათ. მეექვსე ტესტურ დავალებას რაც შეეხება 2023 წელს G ნოვრუზოვმა უკანონოდ შეიძინა რადიოაქტიული ნივთიერება. 2024 წელს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა ცვლილება და კანონი შეიცვალა. კერძოდ ამ ნივთიერების შენახვისათვის გათვალისწინებული დანაშაულის სასჯელი 3-დან 10 წლამდე გაიზარდა. 2026 წლის 29 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლება ნოვრუზოვი დააკავეს. რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული მის მიმართ სასჯელის დანიშნის დროს? A ვარიანტია 2023 წელს მოქმედი, რადგან დანაშაული მაშინ დაიწყო. B ვარიანტია 2024 წელს მოქმედი, რადგან დანაშაულებრივი შემადგენლობა ახალი კანონის პირობებშიც გრძელდებოდა. G ვარიანტია სასამართლომ უნდა გამოიყენოს ორივე კანონის საშუალო სასჯელი და D ვარიანტია 2023 წელს მოქმედი, რადგან სასჯელის გამკაცრებას უკუძალა არ აქვს. მარტივად აქვს საქმე, მეგობრებო. როგორც არაერთხელ უკვე აღნიშნეთ, დენად დანაშაულის თავისებურება სწორედ იმაში არის, რომ გრძელდება დროში, თუ მისი მიმდინარეობისას კანონი გამკაცრდება, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება ახალი მკაცრი კანონითაც, რადგან ის აგრძელებდა მართლსაწინააღმდეგო მდგომარეობას სწორედ ამ ახალი შეცვლილი დამძიმებული ნორმით ამოქმედების შემდეგაც. ამიტომ პასუხი გვექნება ჩვენ აქ B ვარიანტი 2024 წელს მოქმედი კანონით აგებს პასუხს, როცა გაიზარდა სასჯელი 3-დან 10 წლამდე, რადგან იმ პერიოდშიც დანაშაულებრივ შემადგენლობას ახორციელებდა 2026 წლამდე, რომ კიდე შეცვლილი იყო კანონი. აი იმ შეცვლილი მდგომარეობით მოხდებოდა მსჯელობა, მაგრამ რადგან 2020 წელს შეგვეცვალა და ვხედავთ, რომ ცვლილება მარტო ერთხელ არის განხორციელებული, ეს ცვლილება და სასჯელის დამძიმება მასზე ჩვეულებრივად გავრცელდება. მეშვიდე ტესტურ დავალება გვაქვს შემდეგი. საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის 8 მაისს მიიღო ამნისტიის აქტი, რომლის მიხედვითაც 1 აპრილამდე ჩადენილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის გარდა ძარცვისა და ყაჩაღობისა პირი თავისუფლდებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. კაპანაძემ 2026 წლის 25 მარტს დაიწყო მეზობლის საწყობიდან სამშენებლო მასალების ნაწილ-ნაწილ გამოტანა. მან ბორო ნაწილი გამოიტანა 2 აპრილს. გავრცელდება თუ არა მის მიმართ 2026 წლის 8 მაისის ამნისტიის აქტი. დიახ, რადგან დანაშაულის ძირითადი ნაწილი 1 აპრილამდე ჩაიდინა, B ვარიანტია არა, რადგან დანაშაული დასრულდა 2 აპრილს, რაც ამნისტიის აქტის თარიღს ცილდება. G ვარიანტია დიახ, ნაწილობრივ, რადგან ამნისტია შეეხება მხოლოდ 1 აპრილამდე ჩადენილ ეპიზოდებს. D ვარიანტია დიახ, ნაწილობრივ, რადგან ვითარების გამო იგი შესაძლოა გათავისუფლდეს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. პასუხი გვაქვს მარტივი, აქაც გვაქვს B ვარიანტი. რადგან თქვით, რომ განგრძობადი დანაშაული ერთიანი ქმედება არის,
მისი ჩადენის დრო ითვლება ბოლო აქტის დასრულების მომენტი, ვინაიდან დანაშაული დასრულდა 2 აპრილს, იგი სრულად ხდება ამნისტიის მოქმედების მიღმა, რის გამოც მასზე ამნისტიის აქტი ვერ გავრცელდება. რაც შეეხება მერვე ტესტურ დავალებას, ლომიძემ გადაწყვიტა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან შეძლების დაგვარად წიგნები მოეპარა. მან 5 დღეში შეძლო 15 წიგნის მოპარვა. კერძოდ დღეში 3 წიგნს დაეუფლა. ბიბლიოთეკის საცავში აუდიტი ჩატარდა, რა დროსაც დანაკლისი იქნა აღმოჩენილი. აუდიტის დასკვნა და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე გამომძიებმა გადაუდებული აუცილებლობით გაჩხრიკა ლომიძის ბინა, სადაც ნაქურდალი წიგნები იქნა აღმოჩენილი. როგორ დაკვალიფიცირდება ლომიძის ქმედება? A ვარიანტი არის 15 წიგნის ქურდობის მცდელობა, B ვარიანტი არის 15 წიგნის ქურდობა და ქურდობის მცდელობა, G ვარიანტი არის დანაშაულთა ერთობლიობა, კერძოდ ქურდობის 15 ეპიზოდი და D ვარიანტი არის 15 წიგნის ქურდობა. ეხლა აქ რა გვაქვს, ხო? აქ არის პირველ რიგში უნდა ვთქვათ, არაკონკრეტიზებული განზრახვა. როდესაც პირწინასწარ არ აქვს განსაზღვრული ზუსტი რაოდენობა, რისი მოპარვა უნდა, რა რაოდენობით მოპარვა სურს. იგი პასუხს აგებს დამთავრებული დანაშაულისათვის იმ მოცულობით, რაც რეალურად ჩაიდინა ფაქტობრივ შეწყვეტამდე ან დაკავებამდე. ამიტომ სახეზე არის არა ქურდობის 15 ეპიზოდი, იმიტომ რომ 15 ეპიზოდად კი არ ჩაიდინა, 5 ეპიზოდად ჩაიდინა, მაგრამ ჯამში პასუხისმგებლობა დაიკისრება 15 წიგნის ქურდობისათვის. ამიტომ აქ ექნება სწორი პასუხი D ვარიანტი. აღნიშნული ვიდეო ლექციის ფარგლებში, მეგობრებო, ეს საკითხები მინდოდა განმეხილა, გაგრძობა და დენა დანაშაულისა. რთული კომპლექსური საკითხები არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ მიზნებისათვის, რა მიზნებითაც ჩვენი არხი არის შექმნილი და საუბარი არის დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც სურს სხვადასხვა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. საკმარისზე მეტი არის აქ ნასაუბრები, რომ ამ მონაცემებით ის გამოცდები დაძლიოთ, თუმცა დიდი თემა არის საკმაოდ და ამაზე შეგვიძლია კიდევ რამდენიმე საათიც ვისაუბროთ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს, მოხარული ვიქნებით თუ კომენტარებში დააფიქსირებთ, რას გააუმჯობესებდით, რაზე აქცენტის გაკეთება უფრო პრიორიტეტი იქნებოდა თქვენთვის, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის გასათვალისწინებელი ამ მასალის მომზადების და შემდეგ თქვენთვის შემოთავაზების პროცესში. შემდეგი ვიდეო ლექცია იქნება, რა თქმა უნდა, ისევ ერთიანი დანაშაულის საკითხზე, რადგან არ მოგვიწურია ჩვენი კიდე სხვა შემადგენლობებიც გვაქვს, არანაკლებ საინტერესო და არანაკლებ სიმარტივის და შემდგომი ვიდეო როცა მოუწევს ლექციის ნაწილს დაეთმობა, იქ უკვე ამ საკითხებს განვიხილავთ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.